აშშ უკვე ამზადებს ოპერაცია ჩაკუჩს, როგორც პირდაპირ პასუხს ირანის რეჟიმზე, თუ ცეცხლის შეწყვეტა საბოლოოდ ჩაიშლება. 2026 წლის 13 მაისს ვაშინგტონში განხილვა ტრიალებს თეირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ეტაპის გარშემო, არა როგორც სპონტანური ავანტიურა, არამედ როგორც მკაცრი გაფრთხილება. თუ ირანის დიქტატურა გააგრძელებს ბირთვული მუქარის, საზღვაო ბლოკადის და რეგიონული შანტაჟის გამოყენებას, დონალდ ტრამპმა შეიძლება ნებართვა გასცეს ამერიკული ქმედებების მკაცრ განახლებას. საერთაშორისო პრესამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს სახელწოდების ოპერაცია კუალდა გამოყენებას, თუ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციები განახლდება. ამ ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა გირჩევ გამოიწერო არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო. რეალურ დროში ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. ოპერაცია ჩაკუჩი სწორედ ამ წნეხის გარემოში იბადება. სამიზნე ირანის რეჟიმია. ეს ნიშნავს, რომ ვაშინგტონი ამზადებს უფრო მასშტაბურ სამხედრო პასუხს, იმ შემთხვევაში, თუ ირანის რეჟიმი დაარღვევს ზავს, დახურავს სასიცოცხლო მარშრუტებს, ან შეეცდება ბირთვული ბომბის შექმნის პროცესის დაჩქარებას. მიზეზი აშკარა. ირანმა კვლავ გახადა ურანის გამდიდრება ღია მუქარად. ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის წევრმა ებრაჰიმ რეზაიმ განაცხადა, რომ თეირანის ერთ-ერთი ვარიანტი ახალი თავდასხმის შემთხვევაში იქნებოდა ურანის 90%-მდე გამდიდრება სამხედრო დანიშნულების მასალასთან ასოცირებით. ირანმა უკვე მიაღწია 60%-ს და საერთაშორისო მედიაში ციტირებული ექსპერტების თქმით 90%-მდე გაზრდა. კიდევ უფრო შეამცირებდა ტექნიკურ გზას ბირთვული იარაღის მისაღებად. მუქარა უდანაშაულო თავდაცვას არ გავს, არამედ სტრატეგიულ შანტაჟად გვევლინება. თეირანი ცდილობს უთხრას მსოფლიოს, რომ თუ მასზე ზეწოლას მოახდენენ, შეუძლია ბირთვული პროგრამის ყველაზე საშიშ წერტილამდე წინ წასვლა. აი რატო დააყენა ტრამპმა უსაფრთხოება დიპლომატიურ თეატრზე მაღლა? სანამ მემარცხენეები ცდილობენ ოპერაცია ჩაკუჩი ახალ კატასტროფულ შეჭრად გაკიდონ, თეთრი სახლი ამ საკითხს რეალური საფრთხის შეკავებად განიხილავს. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე საუბრისას ერთ რამეზე ფიქრობს, არ დაუშვას, რომ რეჟიმს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ეს ფრაზა ოპოზიციურ მედიას ავიზიანებს, რადგან ანგრევს სისუსტის ნარატივს. ვაშინგტონი კომენტატორის აზრზე არ რეაგირებს. ის რეაგირებს მთავრობაზე, რომელიც ემუქრება ურანის 90%-მდე გამდიდრებას და ცდილობს პოლიტიკური გადარჩენა ბირთვული შიშის გამოყენებით. ახალი ოპერაცია ასევე გზავნილადაც მოქმედებს თავად მოლაპარაკებების მაგიდისთვის. რეპორტაჟების მიხედვით დონალდ ტრამპმა უარყო ირანის წინადადება, რომელიც მიუღებლად ჩაითვალა და გააფრთხილა, რომ შეერთებული შტატები დაასრულებდა საქმეს, თუ თეირანი რეალურ შეზღუდვებს არ დათანხმდებოდა. ამერიკული გეგმა გულისხმობს სამხედრო ზეწოლის შენარჩუნებას. იმავდროულად კი რეჟიმის მოითხოვსგან მოითხოვს, რომ შეწყვიტოს ბირთვული მუქარით თამაში და კვლავ გზა გაუხსნა სტაბილურობას საზღვაო მარშრუტებზე. ოპერაცია ჩაკუჩის მომზადება აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპს არ სურს ირანთან მოლაპარაკება მუხლებზე დამდგარს. მას სურს მოლაპარაკება ხილული ძალით, მზადყოფნაში მყოფი პენტაგონით და აშკარა გზავნილით ალი ხამენეისთვის. შეთანხმებას, რომელიც რეალურ განიარაღებას არ ითვალისწინებს, ფასი არ აქვს. თავარი საკითხი ახლა შემდეგი ნაბიჯია. თუ ირანის რეჟიმი გამოიყენებს ცეცხლის შეწყვეტას დროის მოსაგებად, სამხედრო შესაძლებლობების დასამალად, მილიციების გასაძლიერებლად და ბირთვული გამდიდრების გასაგრძელებლად, ამერიკის პასუხი შეიძლება გაფრთხილებიდან კოორდინირებულ ქმედებად გადაიქცეს. თეირანი იმუქრება 90%-იანი გამდიდრებით, იყენებს პარლამენტს ბირთვული გზავნილის გასაგზავნად, ინარჩუნებს რევოლუციურ გვარდიას როგორც დაშინების იარაღს და ცდილობს მსოფლიო დაარწმუნოს, რომ რადიკალურ რეჟიმს ჰქონდეს ატომური შანტაჟის ძალა. ამ შემთხვევაში ამერიკული სამხედრო მზადყოფნა არ არის უკონტროლო ქმედება, ეს არის შეკავება. ეს არის გაფრთხილება, რომ ირანის რეჟიმს არ ექნება თავისუფლება დაემუქროს ისრაელს, სპარსეთის ყურესა და ამერიკის მოკავშირეებს, მაშინ როცა კამერების წინ მსხვერპლის როლში გამოდის. ისტორია გვიჩვენებს, რომ აგრესიული რეჟიმები უკან იხევენ მაშინ, როცა რეალურ ძალას აწყდებიან და არა მაშინ, როცა უსაზღვრო დათმობებს იღებენ. 1996 წელს, მას შემდეგ რაც მუამარ კადაფის რეჟიმთან დაკავშირებული ტერორისტული თავდასხმების სერია მოხდა, შეერთებულმა შტატებმა ლიბიაში სამხედრო ობიექტებზე ოპერაცია ელდორადო კანიონი განახორციელა. მიზანი არ იყო ქვეყნის მუდმივი ოკუპაცია, არამედ იმ მთავრობისთვის ფასის დაკისრება, რომელიც ტერორიზმს გარე ინსტრუმენტად იყენებდა. ამერიკის მოქმედებამ აჩვენა, რომ სწრაფი, შეზღუდული და მკაფიოდ ნაჩვენები პასუხი შეიძლება დაარღვიოს დაუსჯელობის განცდა იმ რეჟიმებში, რომლებიც ვაშინგტონის მოთმინებას ცდიან. ეს გაკვეთილი ირანისთვისაც მოქმედებს.
როდესაც დიქტატურა თulis რომ დასავლეთი დაყოფილია, ის წინ მიდის. როდესაც ხვდება რომ თეთრ სახს მოქმედების სურვილი აქვს, ის იწყებს თითოეული ნაბიჯის ფრთხილად გათვლას. სხვა მნიშვნელოვანი მაგალითი სირიიდან მოდის. 2017 წელს მას შემდეგ რაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი გამოიყენა, დონალდ ტრამპმა შაირატის ავიაბაზაზე ტომაჰავკის რაკეტებით თავდასხმა დაამტკიცა. ქმედება სრულ ოკუპაციად არ გადაქცეულა, არც ხანგრძლივი ომი დასჭირვებია და არც გაუკვეველი სიტყვით გამოსვლა იყო საჭირო. ეს იყო პირდაპირი სამხედრო პასუხი გადაკვეთილ წითელ ხაზზე. ეს ლოგიკა გვეხმარება ოპერაცია ჩაკუჩის გააზრებაში. ძალა შეიძლება გამოყენებული იქნას იმისთვის, რომ აკრძალული საფრთხეები ყოველდღიურობად არ იქცეს. ირანის შემთხვევაში წითელი ხაზი კიდევ უფრო სერიოზულია, რადგან ის მოიცავს ბირთვული გამდიდრების სამხედრო დონეს, ზეწოლას საერთაშორისო მარშრუტებზე და შეიარაღების რბოლის რისკს ახლო აღმოსავლეთში. სხვა ქვეყნებმაც გაიგეს, რომ ბირთვული მუქარა ცარიელ სიტყვებად ვერ ჩაითვლება. ისრაელმა ყოველთვის მკაფიოდ განაცხადა, რომ არ შეეგუება, რომ მის სამეზობლოში მისი გამოცხადებული მტრები ატომურ შესაძლებლობას მიაღწიონ. სპარსეთის ხურის ქვეყნები მაშინაც კი როცა დიპლომატიაზე საუბრობენ, რევოლუციურ გვარდიას ეშინიათ, რადგან იციან, რომ თეირანი მილიციებს, დრონებსა და დივერსიას იყენებს მცირე მთავრობებზე ზეწოლისთვის. ევროპაც როცა ენერგეტიკულ ან ბირთვულ შანტაჟს აწყდება, სწავლობს, რომ შეთანხმება გადამოწმების გარეშე მახია. იაპონია და სამხრეთ კორეა ასეთ კრიზისებს ყურადღებით ადევნებენ თვალს, რადგან იციან, რას ნიშნავს ცხოვრება იმ რეჟიმების მეზობლად, რომლებიც რაკეტებსა და ბომბებს პოლიტიკური იარაღად იყენებენ. ამ კონტექსტში ოპერაცია ჩაკუჩი მხოლოდ ამერიკული გადაწყვეტილება არ არის. ეს არის სიგნალი ყველა მოკავშირისთვის, რომ ვაშინგტონს ჯერ კიდევ შეუძლია შეინარჩუნოს საერთაშორისო წესრიგი, სადაც დიქტატურები მუქარით ვერ მართავენ. ირანის რეჟიმი ცდილობს, რომ ამერიკული ზეწოლა შიდა პროპაგანდად აქციოს. რევოლუციური გვარდია მოდის წინააღმდეგობიდან, მაგრამ მოაქვს იზოლაცია, შიში და პოლიტიკური სიღარიბე. როდესაც თეირანი ურანის 90%-მდე გამდიდრებით იმუქრება, ის ირანელ ხალხს არ იცავს. ის იყენებს ხალხს როგორც ფარს, რათა შეინარჩუნოს რადიკალური ელიტა ხელისუფლებაში. ოპერაცია ჩაკუჩი სწორედ ამ მომენტში ჩნდება. თუ რეჟიმი ბირთვული მუქარის გზას ირჩევს, დონალდ ტრამპი ნათლად აჩვენებს, რომ შეერთებულ შტატებს სამხედრო ვარიანტი მზად აქვს. ეხლა შემდეგი ნაბიჯი თეირანზეა დამოკიდებული. თუ რეჟიმი დათანხმდება გადამოწმებად შეზღუდვებს, უკან დაიხევს ბირთვული მუქარისგან და შეწყვეტს ცეცხლის შეწყვეტის დამოკიდებას, როგორც ტაქტიკურ პაუზას. ზეწოლა შეიძლება გაგრძელდეს დიპლომატიურ ველზე. თუ რეჟიმი გამოწვევაზე დადებს ფსონს, ოპერაცია ჩაკუჩი ყველაზე სერიოზულ ვარიანტად იქცევა. დონალდ ტრამპი ირანის დიქტატურას რთული არჩევანის წინაშე აპენებს. ან უარი თქვას ბირთვულ შანტაჟზე, ან შეხვდეს ამერიკულ პასუხს, რომელიც მზად არის ძლიერად დაარტყას რეჟიმის სამხედრო გულს. მე მილსონ ალვესი ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია მოცემული. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.